თელავის მერიის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების ცილიური გეგმის დამტკიცების შესახებ. დანართების დაურიგდა ყველას. 6 გვერდიანი დანართები. ესაც ის ხომ. არის ხოდა მაგიტომ ვიკითხე. ესე იგი თვითმართველი ქალაქის თელავის სახელმწიფო შესყიდვების ცილიური გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულება საქართველოს ორგანული განმარტოებული თვითმმართველობის კოდექსის 24 მოხდის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად დაფუძნდეს თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების ცილიური გეგმა დანართი ნომერი 1 და დანართი ნომერი 2 შესაბამისად. დანართი ნომერი 1 და ნომერი 2-ის განკარგულებას თან ახლავს 6 ფურცელი, განკარგულება ჯალაში გამოყენებისთანავე, განკარგულების გასაჩივრება და მოგეცემათ ეს. ანუ მოკლედ ახლა რა არის? შესყიდვების შესახებ რაც იყო განკარგულება თელავის ესე იგი ეს შესყიდვების ცილიური გეგმა წარმოდგენილი იქნა პუნქტების და დანაყოფის კოდების მიხედვით, როგორც იყო დამტკიცებული წლის გეგმა თელავის რაიონის მუნიციპალიტეტის. მას შემდეგ რაც მოხდა დაყოფა თემსა და ქალაქს შორის ცვლილება მოხდა იმ პროპორციის დაყოფის ეს ხოლმე თანხებში, რომელიც ახლა წარადგინეთ, რა პროპორციითაც უნდა დაყოფილიყო ქალაქის ბიუჯეტი. შესაბამისად ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტი. შესაბამისად ეს არის თანხები, მოგეხსენებათ, დამტკიცებული ბიუჯეტი. არა გვაქვს პირობითი ბიუჯეტის მიხედვით, როდესაც დამტკიცდება ბიუჯეტი, შემდგომში საჭიროების მიხედვით ჩვენ შეიძლება მოგვართოთ კიდე ამ დანაყოფის კოდების და პუნქტების მიხედვით თანხების შესყიდვების ცილიური გეგმის გადანაწილების შესახებ. შეგვიძლიათ გაეცნოთ, გამისვათ კონკრეტული კოდის პუნქტის მიხედვით კითხვა, რა არის დეტალურად აღნიშნული. საიდან არის და თანხა, თუ საიდან არის თანხა განსაზღვრული, თანხა აღებულია, როგორც მოგახსენეთ, ცილიური შესყიდვების მიხედვით, რომელიც იყო გაწერილი მუნიციპალიტეტის მიერ წლის დასაწყისიდან. უბრალოდ? ეს არის გარე განათება. გარე განათება შედის ამ კოდში შედის გარე განათება. ეს ცოტა შეუსაბამოა და უცნაურობაა, სახელი ქვია, მაგრამ ეს კოდები დადგენილია კოდებია და ჩაშლილია ბატონო, ჩაშლილია გარე განათების თემი ქვეყნის მასშტაბით არის მიღებული. ეს არის კლასიფიკატორების სახელწოდებები, რომელიც არის ზოგადი. ამ შემთხვევაში არის გარე განათება. წერია თვითმფრინავების რკინიგზის საგზაო და საზღვაო მოწყობილობები. სამწუხაროდ შეგვექნება საგზაო. კი. და კონკრეტულად გარე განათება ეგ ჩვენ შემთხვევაში. ეს კოდი არის ჩაშლილი. კი ბატონო. ამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შეკითხვები გამიჩნდებათ და დაბა გამართები. მაგაზე ეთქებადი ნიუკლეირები. ეთქებადი ფეერვერკები.
რამდენი და წლის ბოლომდე სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი. ეს იქნება 7 ნოემბერი, ეს იქნება საახალწლო ღონისძიება და ასე შემდეგ და სხვადასხვა სახის ღონისძიებები შეიძლება დაფიდეს ჩატარება. რა თქმა უნდა. რამდენი ღონისძიებაა? მე დაგისვათ ბატონიკა, მაშინ თქვენ შემთხვევაში თუ მიგაჩნიათ სწორად ერეკლეობის ჩატარება, ასე როგორც აქამდე ტარდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტის შეკრება ფასხებში და მარტო მწვადის შეწავა. არა, და არც ის მიგაჩნია სწორად გამომდინარეობს ესასწავლებლად, როცა კარგი, აღლუმის ჩატარება არის თელავში განლაგზე არ აქვს ხა? ჩვენ თელავზე წავართ. ჩვენ თელავზე წავართ. რამოდენიმე ღონისძიებაზე, ეს არ არის ერთ ღონისძიებაზე, არის გასულა 4000 ლარი. მეექვსე მეშვიდუნდებია სამგავლების საათებით და მონათესავენით. რომელი პუნქტი? მეექვსე მეშვიდუნ. წარმოგიდგენთ საჩუქრების სუვენირები, რა თქმა უნდა. და მერე ასევე საბარგო ჩანთები, საუნარდები, ტონები და ჩანთები. მერე. ხო, ну, ჩანთები და სხვადასხვა საშუალებები, რომელიც აქ დაუშვათ შეიძლება და ჩაშინდათ ახლა რას კი ბატონო, ჩანთებს გულისხმობს. საუნარდირო არა, 250 ლარად უნაგირი არ მოგივა. უნებრივი წყალი ეს კომუნალურ გადასახადში. არა, უნებრივი წყალი, სასმელი წყალი, ბოთლები ცილმაზე. აი ეს რა როლეცაც ოფისის სოლის გიერთო მაგიდა გრაფინი ძალასწავლის აი ეს შენობის დასრულების სამუშაოები 52. რომელ შენობაზეა საუბარი? შენობის დასრულების სამუშაოები 52. დასრულების სამუშაოები 52. ლევან, შენობის დასრულების სამუშაოები შეიძლება დამეხმარო რომელია? 52. შიდა სარემონტო სამუშაოები, კი. აკა? კი. ანუ ამ შენობაზე. მერიაზე. კი ბატონო, მერია. 10.000. ანუ ეს სამ შენებო მაგის წინაც იგივე მერიაზეა გაქრული. აი 53 შენებო სამუშაო გარე განათების კაპიტალური რემონტი. არა. 50 იმათ. 47? ხო, სამ გარე განათების კაპიტალური რემონტი. გარე განათება სამსახურება კომპანია, რომელიც გამარჯვებულია ტენდერში. მაგის მუშაობის ეფექტურობაზე არც მე ვარ მაყოფილი, შესაბამისად გადაიხედება და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება დაუშვათ თუნდაც რატომ არ შეიძლება ჩვენს მიერ დაფუძნებულმა კეთილმოწყობის შეფესემ მიიღოს მონაწილეობა ამ ტენდერში. კი ბატონო. აქ ჩემი აზრით, ჩემი ხედვით იყო ბატონო შოთა, ჩემი აზრით იყო შეცდომა დაშვებული, მაშინ როდესაც გარე განათება გაიყო ორ ნაწილად, შესყიდვები ცალკე და მომსახურება ცალკე, ვერ მოდიან კოორდინაციაში, ან არა იმას რომ ჭირდება სიტყვაზე ნატურა, როდესაც არის შესაძლებელი და მომსახურება უნდა გაწიოს კომპანიამ, რომელიც ცალკეა გამარჯვებული, შეიძლება დააყენოს ეს საკითხი და იმას არ ქონდეს ის ინფორმაცია, რომ დაუშვათ ეს ნატურები ამ რაოდენობით ჭირდება, მერე ის
შემდგომში იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს იყიდოს, მერე ჩამოიტანს, მერე მოკლედ. ქაოსი სრული ქაოსი. კი ბატონო, მეთანხმებით. 21 წლის სპორტული საფუძველი და აქტიურობა იმენ რაიონის მეფა. არა. კამარი გადავწყვეტე. მარტო სადასწრებით. თამაშები და საფუძველები. ეს რინგი და ვინგი და მოლისებები დავაკი. შავი გამარა. ცოტა ხო არა ის. აი ეს დაჟინოება. ასი და იქ მაგას ჩვენ დავაგვინეს შაშა. სრულებების განხორციელება შესაძლებელია ყველგან და საჭიროება მოიყოს სრულებების ყველა შეიძლება. აი ეს სამკაული, როგორც გითხარით, ეს არის საჩუქრები, სუვენირები, დაუშვათ მოდიან სტუმრების სიყვარული ამ წელს მე მყავს თუნდაც გენერალის მერის სტუმრად და დაუშვათ ვერაფერს ვერ აქვს. რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ აქვს. ეს ძირითადად არის წარმომადგენელი ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამენასებს ხარ ეს არის კომისარიატზე ძირითადად სამხედრო ერთადერთი სამხედრო ამოცანის სამსახურს რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ თუ იქნება ტელეფონები მობილური ტელეფონები სიმბოლოები არ იქნება მე პირადად არ ჩვენებავდა მე თვითონ შევიძინა ჩემი მობილური ტელეფონი. თუ მაგას შევიძინე. როგორ? ბატონო შოთა. ცოტა ძამე. დიმიტრიევიჩ სადაც დინამოდი 1000 დოლარი. ბატონო თუ გაქვს კიდე რამე შეგიტყვები ანუ ამას მე ვფიქრობ რომ აი პუნქტობრივად გავდაჭირდება ბევრი რაღაცა გავიგება და მაშინ ზოგადი სახელმწიფო კი ბატონო დავუწყო. ბატონო მაგიტო რა გეკითხებოდით რა მე პირველი რა გითხვა იქნება მე კარგით, სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები. ყვავილებით აიგულები. ნაგულისხმებია მაგაში. მეტყევეობა და ხე-ტყის პროდუქტები. შეშა, რა თქმა უნდა. საწვავი გასაგებია. სხვადასხვა საკვები პროდუქტები. 1000 ლარი, ლევან. სამკაულები გავიარეთ. სამარგო ჩანთები გავიარეთ. რეზინის და პლასმასის მასალები. წიგნები, ბროშურები, საინფორმაციო ფურცლები, ალბათ რა გავლა უნდა მაგას? გაზეთებს და სამეცნიერო ჟურნალები, პრესა, ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა. ეს ვიზიტკები, სურათების შესყიდვა და ასე შემდეგ.
მარკერები, ფიტრის ფორმები, საკრედიტო ბილეთები, სააქციო სერტიფიკატები და ასე შემდეგ. მე მგონი აქაც გაუგებარი არაფერი არ არის. საბეჭდი ფორმები, იგივე კარტრიჯები, ფეთქი მაგნიტელები, ფეერვერკები, საოფისე მანქანები, საკანცელარიო, ანუ ბეჭდები, შტამპები და ასე შემდეგ. კომპიუტერული მოწყობილობები, იზოლირებული მავთული და კაბელი, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგი ისეთი რაღაცაა, რომ ესაც აი ბეჭდვამენეში კომპიუტერული ის რომ არის პუნქტი, მან გადაწყვეტილი აქვს ახლა ყველასთან ეს კეთილ 10,000 მე გეტყვით მაგასთან დაკავშირებით. აი ეს არის კაპიტალური ხარჯები, სადაც იყო დაკუთვნილი თანხა 26,000 ლარი. რომელიც მოგეხსენებათ, მე ჩართული არ ვიყავი ბიუჯეტის გაყოფის პროცესში და არსებული ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ თანხების გაყოფაში, სადაც საშუალება მიეცა ალბათ იყო ტენდენციური და 2,000 ლარი დაგვიტოვეს ქალაქში და 24,000 ლარი დაიღეს თვითონ. სოფელში. შესაბამისად დღეს დილით თქვენთან შესახვედრად მოვიდოდი, მე დავუძახე თემის მუნიციპალიტეტის გამგებელს იმ ადამიანთან ერთად, რომელიც იღებდა ამ დაყოფაში მონაწილეობას და ავახსენებინეთ, რომ რატომ იყო ეს გაკეთებული ასე 24,000 ლარი იყო 2,000 ლარი არ არის. შესაბამისად ჩვენ დათვლილი გქონდა რა თანხმდება კომპიუტერების შესაძლებლად. Რამდენიმე იქიდან რომ ავტოტრანსპორტი და ასე შემდეგ მოხდა უფრო მეტი რაოდენობით ქალაქში. მე შევთავაზე რომ დარჩენილი იყო 26,000 ლარიდან 16,000 ლარი მათთან 10,000 ლარი წამოსულიყო ჩვენთან ის რაც ჭირდება რეალურად. რადგან მივიღე პასუხი რომ ეს თანხა იყო განკუთვნილი ძირითადად სოფლის უნებულებისთვის კომპიუტერების შესაძლებლად, რა კი ვერ მოასწრეს ამის შეძენა და სოფლის უნებულები ისევე რჩებიან, მიიღეს გადაწყვეტილება რომ 24,000 ლარი დარჩენილიყო კომპიუტერების შესაძლებლად მათთან. ეს მარანკილას მათთან, კაცო, დავამთავრეთ შეიძლება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი და ეს თანხა დავაფიქსირეთ 10,000 ლარი. ამიტომ ზოგთან ჩასასწორებელი იყო. ბატონო, ამ წუთას ეს პუნქტი წარმოდგენილი არის ციფრით 10,000 ლარი. ნაცვლად 2,000 ლარი. ნაცვლად 2,000 ლარი. ანუ ეს კომპიუტერული მოწყობილობები და მარა. ანუ დასახელება შეიძლება გამარტო. დასახელება ძალიან ბევრი არის ცოტა უცნაური. აქ შედის კომპიუტერებიც, აქსესუარებიც, პრინტერებიც, მესეების გვარდები და ყველაფერაც ამ თითოეულ შესაძლებელი საგების რეგულირების თითოეულ თემთან დაინტერესებაში ვარ. კლასიფიკაცია არის, ანუ პირველი სამი წელი დასაზღვრავს ერთგვაროვანი და მე ეს კიდე ისეთი სტრუქტურა შეიძლება ფერკატებული. აი იქ არის დეტალურად გაწერილი პრინტერის, კომპიუტერის თუ რაც იქნება ყველა მე ეხლა ზოგიერთ რაღაცა ფარმაცევტული პროდუქტები, პირადი ჰიგიენის პროდუქტები, ნაწილები და სატრანსპორტო საშუალებისა და მათი ძრავებისათვის და მოსამართლე 20 მეტრზე ზოგიერთი რაღაც მეტროზე გავჩერდი და დავუწყოთ უბრალოდ იზოლირებულ მავთულს ჩემი აზრით გარმარტება მეცნიერების ალბათ არ ჭირდება ბატონო და ამიტომ გადავედი და აგრეთვე აკუმულატორის პირველად ელემენტს და პირველად ბატარეასაც გამარტება არ ჭირდება რა არის. მაგიტომ ვიძახი ხო, იმიტომ ჩავედი ხო, არაფერი არ იყო გაუკვირველი 30 წლამდე და ამიტომ გადავედი. ჩემი აზრით. ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობები. ბატონო. სპორტული გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათბურები 21 ეს არის გარეგანათების მოწყობილობებია, დიახ. გარეგანათების მოწყობილობები. ანუ 21-ის გარეგანათება და სკოლები. ფინალები გარეგანათების მოსახულება არის 5 ოქტომბერში. ანუ ის მომსახურება და ის საფუძვლში.
კარგი თავალდა, ახლიდან ჩამოვყვები მაშინ, ესე იგი, ელექტრომოწყობილობები და აპარატურაში ნაგულისხმებია იზოლაცია, რადიო, ტელეფონი, რადიო ტელეგრაფი და ასე შემდეგ მობილური, და რადიო მიღები და ხმის ან ვიდეო ჩამწერი რეპროდუცირების აპარატურა მოგეხსენებათ რაც არის, ქსელის მარშრუტიზატორები იგულისხმება, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და მარაგები, კაბელი, საოფისე ტელეფონები და ასე შემდეგ, ეგ იგულისხმება, ფარმაცევტული პროდუქტები, პირადი ჰიგიენის პროდუქტები, ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებისა და მათი ძრავებისათვის, ეგ მომსახურება და სათადაებო ნაწილებია მოგეხსენებათ, ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობები, საბრძოლო ფორმა, სპორტული საქონელი და ავტომობილობა, თამაშები და სათამაშოები, ატრაქციონი, ამაში იგულისხმება, ატრაქციონი, სათამაშოები და რა თქმა უნდა, ავეჯის აქსესუარები, სხვადასხვა მოწყობილობები, საკანალიზაციო სისტემის მოწყობილობები იგულისხმება სხვადასხვა მოწყობილობებში. ქსოვილის ნივთები, ფარდები, ჟალუზები, საოჯახო ტექნიკა, საწმენდი და საყრიალებელი, ბუნებრივი წყალი, დასავლელი წყალი საოფისე, დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისათვის, კონკანები, ვენტილები, საფრთხეები და ასე შემდეგ არის ნაგულისხმები, გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები, სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები, სანტექნიკური მოწყობილობებია. ამაში სეიფი, ნაგულისხმები აგრეთვე, ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები. ალბათ, დეტალურად გავდივართ ყველაფერს, მე ხელახლა აღარ დამოგვიყვება. სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები, გამწვანება ნაგულისხმები, სამუშაო მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის, სამოქალაქო მშენებლობისათვის შემოსაბავშვო ბაღები, სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, გარე განათების კაპიტალური რემონტი ან ნაგულისხმები, შენობის დასრულების სამუშაოები გავიარეთ, ქსელის საგანო გარე განათებაზე საუბარი იქ მარტო ნაწილები ის. კი, ბატონო. აქ ეს მეორე არის გარე განათება. ეს არის ახლის რემონტი კაპიტალური ბიუჯეტში ის 50,000 ლარი იყო სულ და გადაანაცვლეს გარე განათების დენის გადასახადი 68% ელექტრონიკაზე პროპორციის გადანაცვლება და შესაბამისად 20,000 ხასთან მოვიდა მერიაში და 8,000 ხასთან წავიდა მაგრამ ეს ახლის მომენტში. კი, ახლის მომენტში. ქსელის ინტერნეტის და პროგრამული პაკეტი, საქმიანი გარიგებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტი, ბუღალტერული პროგრამა ანუ ნაგულისხმები, პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები, სატრანსპორტო საშუალებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება, ნაგულისხმები, სატრანსპორტო საშუალებისა და მათთან დაკავშირებული შეკეთება, Toyota Avensis მომსახურება, ხო? თვითმფრინავები გავიარეთ. პერსონალური კომპიუტერების საოფისე აპარატურის და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ამაშიც გასამარტებელი არაფერი არ არის, შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, ცენტრალური გათობის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, გამაგრილებლების შეკეთება, ნაგულისხმები ამაში, ავეჯის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, სასტუმროს მომსახურება, წარმომადგენლობითი ხარჯის ნაწილია, რესტორნებისა და საზოგადოებრივი წარმოების საწარმოების მომსახურებები, წარმომადგენლობითი ხარჯია 5,000 ლარი. საჭიროა განმარტვა 5,000 ლარი. გაკურებული სახეები რაღაც ერთად დავინახე და არ გოგოა. აი. საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები, ტვირთის გადაზიდვა და შენახვის მომსახურებები, საფროსტო და საკურიერო მომსახურებები,
სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, საკალათბურთო სატელეფონო და ინტერნეტი, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ფიჭური კავშირი გამოვლობის მომსახურება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, სცენის იჟარა, მაშინა გულისხმები, არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ძეგლთა დაცვა, საინჟინრო მომსახურებები, საექსპერტო, საკადასტრო ხარჯთაღრიცხვები და გულისხმები, ინტერნეტ მომსახურებები, პროვაიდერული მომსახურება, ადმინისტრაციული მომსახურება, გაფორმება, შეშის ბილეთი, მაცნე და ასე შემდეგ, პროფესიონალური მომსახურების გაზის მრეწველობისათვის, საწყრევ მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები, ხეების მოჭრა, საბუღალტრო აუდიტორიული ფისკალური მომსახურებები, აუდიტ ხონების შეფასება, სავალდებულო, ბაზის შესწავლა და ეკონომიური კვლევა, გამოკითხვები და სტატისტიკა, ინტერვიუს გამოქვეყნება, ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები, ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება, ნაგულისხმები, ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები, საკანცელარიო მომსახურებები, პოლიგლოტთან მომსახურება, ეგრეთ წოდებული, გამოძიებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაცვის მომსახურება, ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, კულტურა, გამგეობა, ძეგლთა დაცვა, სხვადასხვა საქმიანობები და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, ფოტომომსახურებები, ღონისძიების ორგანიზება, სატრენინგო მომსახურებები, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები, ქალაქის სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურება, დასუფთავება, რა თქმა უნდა, ქალაქის გადაუდებელი დასუფთავება 93-ში ნაგულისხმები, დასუფთავება და სანიტარული ღონისძიებები, სადეზინფექციო მომსახურება, ნაგულისხმები, რადიო და სატელევიზიო მომსახურება და სპორტული მომსახურებები, საჯის მომსახურება. ეს რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც გითხარი, საბეჭდი ფორმებია ცილინდრები, ბეჭდვისას გამოყენებელი სხვა საშუალებები, კარტრიჯები, ანაგულისხმები, საოფისე მანქანები, კომპიუტერების, პრინტერების და ავეჯის გარდა, სამხედროების, საკანცელარიო საქონელი, ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებების და მათი ზრავებისათვის, სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მომსახურებას გულისხმობს, საწმენდი და საპრიალებელი პროდუქტები, სამხედროების, სამუშაოები, მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, ქალაქ თელავში კვირიკედიძის ქუჩაზე კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა. ეს არის ნაშრომი გადმოსული, როგორც ლევან აღნიშნა. საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურებები, სატრანსპორტო მომსახურება წვევამდელების გადაყვანის დროს და სატელეკომუნიკაციო მომსახურება, სამხედროების ინტერნეტ მომსახურება. შეკითხვები თუ არის და მოსაზრებები რამე? რაში ბატონებო, რეგისტრაზე დავაყენოთ ეს საკითხი. კონკრეტული არის წინააღმდეგეს შეკითხვას მოგონაზე რა ქონა ფინანსი. საკითხი მიღებულია.